მოგესალმებით, მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი ტესტ-დრაივით, ცოტათი განსხვავებული ადგილიდან, ისანთან შედარებით, კერძოდ გერმანია. და ჩვენ დღეს გვყავს საკმაოდ უინტერესო ავტომობილი, მაგრამ ეს არის, ასე ვთქვათ, დასაწყისი, ანუ მე იმედი მაქვს, რომ იქნება დასაწყისი ტესტ-დრაივების, რომელსაც მე შემოგთავაზებთ ასევე სხვა ქვეყნიდან. დღევანდელ დღეს ჩვენ გვყავს Volkswagen-ი მეოთხე თაობა, 1 და 4 ძრავით, რბილი კუთხეები აქვს ყველა მხრიდან, საკმაოდ მცირე ზომის არის, რაც პარკირებას და ქალაქში მანევრირებას მარტივს ხდის და ახლა მოდი ვნახოთ შიგნიდან როგორია. დავიწყოთ მოდი პოზიტიური დეტალებით. 4-ვე ელექტროფანჯარა, ასევე ჩამკეტი, ფანჯრების ბავშვებმა რომ არ გააღონ, ელექტრო კარების ჩაკეტვა გაღება. საჭეც ნორმალურია, რა თქმა უნდა, ეს 4 ქიმიანი არ გამოიყურება განსაკუთრებულად ლამაზად, მაგრამ ამავდროულად საჭის ხარისხი არ არის ძალიან ცუდი, სადაც შეგვიძლია მხოლოდ 30 კმ/სთ მანქანის მართვა. მიუხედავად იმისა, რომ გზები საკმაოდ ნორმალურია, სიჩქარის შეზღუდვა აქ საკმაოდ სერიოზულად უნდა გაითვალისწინო, სხვა შემთხვევაში დიდი პრობლემები შეექმნება. იმ თვალსაზრისით, რომ არც მოწმობას დაკარგო და ანუ აქ ესე მარტივად არ შეიძლება რომ გარისკო. უკან ვიღაც მომყვება ქალი და დამისიგნალა აქ მიუხედავად იმისა, რომ წესით 30 კმ/სთ უნდა იყოს ლიმიტი, ჩემს წინ ტრაქტორი არის და ანუ ეს არის პრობლემა, რომ ეს სიჩქარის ლიმიტები ძალიან სწრაფად იცვლება და მე პირადად აი დიდი ის მჭირდება ამისათვის დრო, რომ რეალურად გავაანალიზო სად რა ხდება. ზოგადად ქალაქში საშუალოდ 50 კმ/სთ-ია თუ არ წერია რაიმე. მაგრამ რადგანაც წინ ტრაქტორი მიდის, ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ უფრო მაღალი სიჩქარით წავიდეთ. და თან აქ საკმაოდ აგრესიულები არიან იმ თვალსაზრისით, რომ აი მაგალითად ტიპი აქ ცხოვრობს, იცის, რამდენი არის აქ სიჩქარის ლიმიტი და ელოდება, რომ ანუ ყველა მიცოდეს ეს ყველაფერი და თუ თქვა ცოტი ნელა წახვალ, რადგანაც არ იცი ამ ქალაქში არ ხარ ნამყოფი და ნუ აქ ტიპი, რომელიც 40 წელი აქ გაატარა, შეიძლება ვთქვათ დაგისიგნალოს და გარკვეული აგრესია გამოხატოს. მაგრამ მანქანის მართვის თვალსაზრისით მე ვერ ვიტყოდი, რომ რაღაც გერმანელები განსაკუთრებულად კარგად მართავენ. 70 აქ წერია ბაინასე, რაც უნდა ნიშნესე. შემოვიტანეთ ფლუგენგეგე ხოლენი. და ანუ იქ უკვე 100 იყო, პატარა მონაკვეთზე და მე ეგრევე გაქვს 70. რაც ნუ რა თქმა უნდა ართულებს ამ თვალსაზრისით, რომ ანუ ის კი არა ის, რომ მანქანას უბრალოდ მართავ კარგად ადამიანი, აქ ძალიან ხშირად უნდა მიაქციო ყურადღება ამ რაც ზოგჯერ შედარებით უმნიშვნელო დეტალებს, მაგალითად საქართველოში ხშირად სიჩქარეს საზღვრავ უფრო თვალით და გზით, აქ ზოგჯერ ისეა, რომ გზა ნამდვილად მიგანიშნებს, რომ აქ შეგიძლია შენ სწრაფად მართო, მაგრამ რადგანაც სიჩქარის ლიმიტი არის განსხვავებული, ცოტა უაზრო, გიწევს რომ ნელა მართო მანქანები. და უკვე ავტობანზე ვიმყოფებით, მივდივართ დაახლოებით 100 კმ/სთ და მინდა გითხრათ, რომ ნუ პირველი დასაკვირველია ჩემთვის აქ მანქანაზე უფრო მეტად საინტერესო არის როგორი არის საერთოდ ავტობანზე მანქანის მართვა, რა განსხვავებებია საქართველოსა და გერმანიას შორის ამ თვალსაზრისით. ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ავტობანის გარკვეული მონაკვეთები არის ულიმიტო, მაგრამ გარკვეული მონაკვეთებს აქვს ლიმიტი და ეს რომ შეამჩნიო და ყოველთვის რომ დაიმახსოვრა, აი სად შემიძლია მართლა მივაწვეგა, სად არა, ცოტათი რთულია. რადგანაც ის მანქანა ჩემზე ბევრად სწრაფად დადის, ეს მიანიშნებს იმას, რომ მაღალი ალბათობით აქ ლიმიტი არ უნდა იყოს, მაგრამ არსებობენ რა თქმა უნდა აქაც ადამიანები, რომლებიც წესების მიუხედავად მაინც ბევრად უფრო სწრაფად დადიან. ნუ გზები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად უკეთესია ვიდრე საქართველოში და ეხლა უკვე ხედავთ რომ არის აქ უკვე 120, რაც იმას მიანიშნებს, რომ აქამდე იყო ალბათ სიჩქარის ლიმიტი არ იყო აქამდე. უკვე 100. ანუ აქ ისე არის, რომ როდესაც უკვე ხედავ სიჩქარეს, უნდა მიდიოდე იმ სისწრაფით, რაც იქ წერია. ანუ ეგრევე, როდესაც შედიხარ იმ ზონაში, უკვე 100 მეტით აღარ უნდა მიდიოდე. სხვა მხრივ 1 და 4 ძრავი გვაქვს. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ნელი ავტომობილი, რაც კი მე ოდესმე მიმართავს და მიუხედავად იმისა, მაინც შემიძლია გავერთო ავტობანზეც კი. გადავერთოთ მე-4-ში
ეს არის ულიმიტოს ნიშანი. ბოლომდე გაზი. ასოცი 130 140 წელიწადზე მეტია რაც ტესტ დრაივი არ გადამიღია, ცოტა ჟანგი მომეკიდა, მაგრამ არა უშავს, გავხურდებით ისევ. ასევე შევქმენი მეორე YouTube არხი, რომელსაც ვუწოდე Cars Germany. დიახ, თქვენი მონამორჩილი კრეატიულობას ნამდვილად არ უჩივის. იდეა ისაა, რომ მეორე არხზე ვიდეოები ინგლისურად იქნება, რათა პიჟონი დილერები უკეთ დავარწმუნო, რომ მანქანები მომცენ. როდესაც ქართულ ენას იგებენ, იბნევიან და გარბიან. ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ მეორე არხიც გამოიწეროთ, რათა ამის შანსები გავზარდოთ. მოკლედ რაღაცებს ჩალიჩობ და ნახოთ რა გამოვა.